თინა კანდელაკის განცხადება დღეს, რომელიც გაკეთდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ასევე მე რამოდენიმე დღის უკან გავაკეთე საჯარო პოსტი, სადაც საუბარი მქონდა ზუსტად რუსეთ-საქართველოს საკითხებზე და ზუსტად იმაზე, რომ უკრაინაში ომი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, ეს ომი, რა თქმა უნდა, დასრულდება. და ჩვენ მართებს დიპლომატიური ნაბიჯების უფრო მეტად და მკაფიოდ გადადგმა რუსეთისკენ. რა თქმა უნდა, აფხაზეთის და ოსეთის საკითხებიც მოგვარებადია და ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური კავშირები რუსეთთან, ვინაიდან მე არასოდეს არ მithქვავს, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც ყოველდღიურად, აქტიურად ეწევიან ის საქმიანობას, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრი მათ შორის საქართველოში ბრუნდება. განსხვავებით ამერიკისაგან, ამერიკა, რომელიც საქართველოს ვითომ მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ეხლა ჩვენ როგორ შეიძლება მეგობარი უწოდო ქვეყანას, რომელსაც უვიზო კავშირი არ აქვს, თუნდაც ვიზიანი კავშირი არ აქვს საქართველოსთან. ეხლა სამი თვე მე თუ შემიძლია რუსეთში ჩავიდე, უნდა შემეძლოს ამერიკაში ჩასვლა, უნდა შემეძლოს ისრაელში ჩასვლა. და ნებისმიერ ქვეყანაში, ქვეყანა, რომელიც უარყოფს საქართველოს მოქალაქეს და საზღვარზე არ შეუშვებს, თუნდაც ისრაელი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას არ უშვებს ისრაელის ტერიტორიაზე, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ განწირვით. რა თქმა უნდა, ისინი საქართველოსდან იმსახურებენ დეპორტაციას. ყველა ისრაელის მოქალაქე უნდა იყოს დეპორტირებული საქართველოსდან და მათ შორის ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, მათთვის სავალდებულო უნდა იყოს სავიზო რეჟიმის დაწესება. დიახ, თუ ამერიკის მოქალაქეს ვიზა არ აქვს, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს. და ამ საკითხებზე ჩვენ გვჭირდება აქტიური მუშაობა და მე ვისურვებდი, რომ ქალბატონი თინათინი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ლობირებს რუსეთში და მისი განცხადებები არის საგულისხმო, დასაფასებელი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა პატრიარქის გულთბილი მოკითხვის გაჟღერებისთვის იმ საზოგადოებაში, რომელსაც კარგად ესმის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობა.